კოსმოსური სივრცე წარმოუდგენლად დიდია. ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში ჩვენ გავიგეთ, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობენ პლანეტები და მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. თუ დავუშვებთ, რომ თითოეული მათგანის ირგვლივ 5 პლანეტა ბრუნავს, მაშინ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 2 ტრილიონი პლანეტა იქნებოდა. ამასაც ცნობილია, რომ კოსმოსში უფრო მეტი გალაქტიკაა, ვიდრე ვარსკვლავი ირმის ნახტომში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი პოტენციურად დასახლებული პლანეტა და შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ხელა მრავალფეროვნებაში დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ინტელექტუალური და ტექნოლოგიურად მაღალ განვითარებული სიცოცხლე არსებობს. მაგრამ ოდესმე ვიპოვით არამიწერ სიცოცხლეს. რთული სათქმელია. წარმოვიდგინეთ, რომ მილიარდი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთს აქვს პლანეტა ტექნოლოგიურად განვითარებული სიცოცხლით და მას შეუძლია თავისი არსებობის შესახებ კოსმოსში გაავრცელოს ინფორმაცია, მაგალითად რადიოტალღებით, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. ახლა წარმოვიდგინეთ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ასეთი 400 ვარსკვლავი იქნება, მაგრამ ირმის ნახტომი უზარმაზარია. მისი დიამეტრი 100,000 სინათლის წელიწადში ადგენს. ამიტომ საშუალოდ პოტენციურად დასახლებული ვარსკვლავები ერთმანეთისგან დაახლოებით 10,000 სინათლის წლით იქნებიან დაშორებულნი. ეს კი უცხოპლანეტელების სიგნალების აღმოსაჩინად ჩვენთვის ძალიან შორი მანძილია. ამ სამეცნიერო თუ არასამეცნიერო ჰიპოთეზების გაშლიდან კვლავ ძველი ცივილიზაციის საკითხზე ვბრუნდები. ვინ იყვნენ ზღვის ხალხები და რა გავლენა მოახდინეს მათ უძველეს ცივილიზაციებზე, ვიდრე დედამიწის უდიდეს ნაწილში კულტურა ჩაისახებოდა. ასობით და შეიძლება ითქვას ათასობით წლით ადრე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უკვე არსებობდა ნავსადგურები, შენდებოდა მრავალსართულიანი სასახლეები და ვაჭრობა სხვადასხვა ენაზე იწარმოებოდა. ის, რამაც ტროა გაანადგურა, ძველი სამყაროს განადგურების ზოგადი სურათის მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც წარმოუდგენელი აყვავების შემდეგ ისეთმა წყდიადმა მოიცვა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო. 3000 მეტი წლის წინ ეს რეგიონი განვითარებული, აყვავებული სახელმწიფოების სამყარო იყო. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე, მიკენური სახელმწიფო პელოპონესზე, ხეთების სამეფო მცირე აზიაში, მესოპოტამია და რა თქმა უნდა ეგვიპტე, რომელიც ძველი სამყაროს ოქროს ხანის ნამდვილი განსახიერება იყო. ძველ სახელმწიფოებს შორის საუკუნეების მანძილზე მყარი სავაჭრო ურთიერთობები არსებობდა. ეს იყო კულტურის აყვავების პერიოდი ყველა მიმართულებით. არქეოლოგებმა ბიბლიოთეკებიც კი აღმოაჩინეს და მათი უმრავლესობის ასაკი 3000 წელს აღემატებოდა. ბრინჯაოს ხანა ისტორიული მოვლენით დასრულდა, რომელსაც ისტორიკოსები ბრინჯაოს ხანის კატასტროფას უწოდებენ. ძველი წელთაღრიცხვის 1250 წლებში ქალაქის სახელმწიფოების ეკონომიკა ჩამოიშალა და რეგიონი ქაოსში ჩაება.